ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ჩვენ წარსულის შეცოდებანი, ყოველთვის გვახსოვდეს უნდა ის რაც დავაშავეთ, რომ არ გავიმეოროთ. და ვინც ივიწყებს წარსულს, ის რისკ ფაქტორს ექვემდებარება იმისა, რომ ის შეცდომები რაც ჩაიდინა, მომავალშიც გაიმეოროს. ამიტომ წარსული მე გაანალიზო, არ დაივიწყო, გახსოვდეს, ნაიარევი მოიშუშო, მოინანიო და წინ წახვიდე და გააგრძელო ცხოვრება. რა თქმა უნდა, თავიდან არ იქნება ისე ადვილი, სანამ იქნები კარგად, მანამდე იქნები ცუდად, იმიტომ რომ პირდაპირ კარგად ისე ვერ გახდები. როგორც ავადმყოფობის სიტუაცია, ხო, რაღაც სიმპტომები უნდა გაიაროს, რაც კრიტიკულ ზღვარს უნდა მიაღწიოს სიმპტომებმა, რომ მერე უკვე იმის მერე გადავნახავს ადამიანი, მერე უკვე რაღაცა გაუკეთესება, უკეთეს ბუღრება შეცან. სანამ იქნები კარგად და პერიოდი ხო, მერე ეს ბრძოლები სულ არა. მანამდე რაღაცა ეს კრიტიკული ბიფურკაციის წერტილი უნდა გაიაროს, კრიტიკული მნიშვნელობა, აი სულიერი გამწმენდელი ტკივილებიც. მერე რაღაც ცოტა შტორმის მერე ცოტა დაყუდება, ცოტა დაწყნარება ხდება ხოლმე. მერე ისევ სხვა დონეზე, კიდევ სხვა დონეზე იწყება ისევ რაღაც გარკვეული ფილური თუ ხილავი ბრძოლა. მერე ისევ დაწყნება და ესე ტალნისებურია, ხო ეს ქანქარასავით არის. მე იქით გადაიხრება, მერე ის ქანქარასი წამოვააგეთ, გაჩერდება მიგაუდოვდება, მერე ისევ საწინააღმდეგო მიმართულებით წავა, საწინააღმდეგო მიმართულებით ქანქარავ წავიდეს, ჯერ უნდა ერთი მიმართულებით მის სიხარი მიგაუდოვდეს. გაჩერდება იმ მომენტში რა ფიქსირდება. მიგაუდოვ მერე საწინააღმდეგო და გააჩნია ესე ჩამქვალ ხელებს უძახი, ხო ასე. მერე ხრება, ნერვენა და ჩერდება. არის ახუნიძე სხვა ძალების წინააღმდეგ. მაგრამ მუდმივი ძრავა არ არსებობს, ხო ეს? თუ მასზე არ მოქმედებს რამე ძალა, იგი ესე თავისთავად ვერ იმოძრავებს. ხო, მუდმივად ხანები სადღაც. სულ მუდამას ენერგია, სულ გინდა მადლი. რომ წინ იმოძრავო. თუ შენზე მადლი არ მოქმედებს, თუ შენში მადლი არ შემოდის, გარედანაც არ მოქმედებს, შენი ორგანიზმში არ ეზიარებს, სისხლსა და ხორცს არ მოქმედებს შენში მადლი. მაშინ შენი თავი ფიზით ვერ შეძლებს. შენ არ ახარ ავტონომიური არსება, მუდმივი ძრავა, ასე ვთქვათ რა, თავისთავად თვითკმარი. შენ გინდა წყარო, რომ იმოძრავო და სიძრავე, ის გინდა, საწვავი გინდა, უხეშად ძრავა, რომ შენი სულიერი ძრავა მუშაობს. ეს არის მადლი, ეს არის ენერგია, დაებრივი ენერგია, ღვთის არსთან გამომავალი, ხელთუქმიანი ენერგია. ამიტომ სანამ კარგად გახდება ყველაფერი, და ყველაფერი კარგად მაინც ვერ იქნება, მაგრამ შედარებით უკეთესად გახდება, მანამ არ გაგიკვირდეს, რომ უარესად გახდება. გადალახავ, მერე ისე კარგად გახდება. ამიტომ იმედი არ უნდა დაკარგო. თავარი საფუძვეთო სათნოება, სასწრაფო არ უნდა დაკარგო იმედი. არ უნდა იწუწულო, არ უნდა იდრკილო. სათხნელაცად არის ადვილი, მაგრამ როგორია? ზოგჯერ ეს ადამიანი წუწუნს და დუწუნას იწყებს, რომ დამშვიდების იმიტაცია გაიგებს. თვითონ სიმულაცია დამშვიდებს. სადაც არანაირი დამშვიდობა წუწუნით და დუწუნით არ შემდგენს. პირიქით იმრუდებ იმ სიტუაციას იმძიმებ უბრალოდ. იცით რა. სულ რომ უნდა მოძრაობდე, გავიჩი, როგორც უდაბნოში აი ესე მარილის სვეტად არ უნდა იქს. უდაბნოში აი ეს მარილის კანდაკება რომ დააყენო და გააჩერდა. დადგა. მოძრავი ქვიშები რამოდენიმე ხანში დაფლავენ მას. და გაქრება მისი ნასახი ვეღარაფერს ვეღარ მიყავს სად არის და როგორ არის. ეს მოძრავი ქვიშები ეს არის ამასოფლის სტუნებები. ქარები, მოძრავი ქვიშები, რომლებიც თანდათანობით ფლავენ ადამიანს და წალებამენ და დაახშობენ მას და მის სულიერ ძალას. ესე რომ არ მოხდეს, უნდა მუდმივ მოძრაობაში იყოს სულიერში. რომ არ დაიფაროს. რა თქმა უნდა, ჩვენი ძალისხმევა ყოველთვის გვირგვინდება, ჩვენი ლოცვა ყოველთვის გვირგვინდება ღვთისაგან პასუხი. არასდროს არ არის ისე, რომ ვერთი პასუხს არ გვაძლევს. უბრალოდ ჩვენ უნდა ამ პასუხის მიღება შეგვეძლოს, უნდა გაგება შეგვეძლოს და მივხვდეთ პასუხს, უნდა მივხვდეთ პასუხი მოდის, მაგრამ შენ ვერ ხვდები რომ პასუხია და შენ რაც გინდა, ის გინდა რომ იპასუხო, ესე არა. რასაც გიპასუხებს, ზეცა აი არის პასუხი და იმ პასუხზე შენ ზოგჯერ არ გინდა რომ ის იყოს და ამიტომ მithom პასუხი ვერ მიიღე თავისთავად სათქმელად. არა, პასუხი მიღებულია გააცნობიერე და დაკმაყოფილი. თორემ ისეთ პასუხს მიიღებ, რომ მაინც მადლობა იქნება სათქმელად. პასუხი მაინც გიქნება, მაინც გექნება, მაგრამ ისეთ პასუხს მიაღებინებ, აი და მაინც ისეთ პასუხს მოაცემინებ, რომ
მერე პედაგოგიკა გახდეს ეს პასუხი. რაღაცა სხვა შენ რომ კიდევ უფრო გაგიმძიმებს და გზას უფრო მეტად გაგიფრინებს, ხო? ამიტომ ის რაც მოდის ზოგჯერ არის განცდა ლოცვის ამაოების არის ადამიანში განცდა რომ ტყუილა ლოცვა. ტყუილა უბრალოდ იქნება ეს, ხო ეს არა, ყოველთვის აქვს თავის შედეგი. გულით გუწნად უნდა იყოს. ეს ლოცვის ხელოვნება, ლოცვის მეცნიერებაა. ლოცვის მასწავლებელი ეკლესია და მოძღვარია ლოცვის მასწავლებელი და ეკლესია ლოცვის სასწავლებელი. ლოცვა ესაა დიდი სულიერი ხელოვნება. მაგრამ არის ხოლმე ადამიანური ფაქტორის გამო განცდა ამაცხოვრების ამაოებისა და საერთოდ როგორ ტყუილ უბრალოებისა, ამაცხოვრების უაზრობისა. განცდა ესეთი, რომ არაფერს აზრი არ აქვს. ეს რაღაც ცუნება განცდა შემოდის ხოლმე ადამიანში. ეს ძალიან საშიში მდგომარეობა. ამას შეიძლება ცხოვრების საზრისი დააგარგოს ადამიანს. რაც გააკეთა ყველაფერი წაუშალოს, მათ ხობს გაუმოვდა და მომავალზე აღარ არის ლაპარაკი. ამიტომ ესე რომ არ მოხდეს, ამას უნდა ვერიდოთ, რომ შეგრძნება ამაოებისა გასაგებია მიწიერი ცხოვრების, მაგრამ შეგრძნება იმისა, რომ შენი ლოცვა არის მინება, შენ არ ახარ ტყუილა ლოცულობ, არ ვარგი ხარ, შენ მაინც აზრი არ აქვს შენს ლოცვას, მაინც აზრი არ აქვს შენს ზიარებას, მაინც არაფერი არ გამოდის, რომ მაინც ესეც უწუნე ხარ საერთოდ გავხდები, რომ აი მაინც არაფერი არ მიშველა, მაინც არაფერი არის და აი ამას დავდივარ ამდენს და მე გამოდის რომ ისი ბრალია, გამოდის რომ ზეცი ბრალი ყოფილა. ხო, გამოდის რომ შენი კი არა, თუმცა რაღაცა თუ ზეცას აბრალებ და არ ვიქნებ რა, აბრალებ სხვა რაღაცას. და არ შეიძლება ეს ყველაფერი ესე არ შეიძლება პასუხისმგებლობის მოხსნა. და მე არაფერს შუაში არ ავარ და ასე და მაინც აზრი არ აქვს და სულ ჩაიქნევს ხელს. აი ეს არის ძალიან დიდი ცდობა. ამიტომ სასწროება ამავება და ამავების ძლეველი სასწროება შეიძლება ძლიო იმები ძლევ ამ რუტინას, ამ ამავებათა ამავებას. ძლევ და გარღვევას გააკეთებ მომავალისაკენ. და ამის შეგრძნება მასწავლებლის შეგრძნებაა. ის კი არის თავარი. ბოლოს და ბოლოს წარმატება და გამარჯვება და წარმატებისთვის და წარმატებისა და რაღაცა იმის კულტი რო არის. და ვინდას უძახს კიდევ წარმატებას საკითხავი. გონიათ რომ თუ რაღაცა თანამდებობას მიაღწია, ან რაღაცა ფული იშოვა, ქონება იშოვა და მიწიერ ფუნქციერ ფუფუნებას მიაღწია ეს წარმატება. წარმატებული ადამიანი არ არის. წარმატებული არის ნეტარი ადამიანი, ბედნიერი ადამიანი, ნეტარი ადამიანი. ცხრა ნეტარებას გადავხედოთ. ცხრა ბედნიერებას კი არ ქვია, ცხრა სიამოვნება, ცხრა ნეტარება, ეს არის სხვა რაღაცა. არც ბედნიერება, არც სიამოვნება, უფრო მაღალია კიდე ბედნიერება და არც ბედნიერება, ეს არის ნეტარება, კიდევ უფრო მაღალი. და არის ამაზე მაღალი მდგომარეობა კიდე ზეცაში. ხო? მაგრამ ეს ნეტარება, ნეტარების ხარისხი, უამრავი ხარისხი არის ეს, ჩვენაც ერთად გავიმსის, ათი არის ნეტარება ზეციური. და ზეცაშიც კიდე რამდენიცაა. იცი, ხო რამდენიცაა? აღარ ჩამოხია ხო და ანგელოზური იერარქია და ასე შემდეგ. უამრავი საფრთხეა უფალს. და ნეტარებები სხვადასხვა ძალიან ბევრია. ჩვენ არა ვართ აქ ნეტარებისა და სამოთხის პლანეტაზე, არა ვართ. ჩვენ ვართ გამოსასწრა დედამიწის გამოსასწრა ტრამპინზე და პერიოდში, სადაც ამახვენის მთავარი და ბიოლოგიის ძალები ცდილობენ ადამიანი სინამდვილე იმუშაო. ხო? აი სულები, რომელზეც ლაპარაკი პავლეს საზოგადოების სულები და ასე შემდეგ არის ცნობილი. ჩვენ ვერ ხედავთ მას, მაგრამ ჩვენი ხედვა არაფერთან განსაზღვრავს რეალობას. რეალობა მარტო ჩვენ ხედვაში არ არის მოცემული. ჩვენ რასაც ვხედავთ, რეალობა ამითი მოცემული არ არის მარტო ჩვენთვის. ჩვენ ძალიან ცოტა რამეს ვხედავთ. და ამიტომ ეს არნიშნავს, რომ მარტო ის არსებობს, რასაც ჩვენ ვგრძნობთ და ვხედავთ. ამიტომ ვინც იცის და ვინც გვითხრა სახარებაში წმინდა წერილს, წმინდა გარდამოსვლა იმას უნდა დაუჭიროთ. ამიტომ ბედნიერება და წარმატება ქვეყანაზე ამ მიწაზე არ არის ის, რომ მიდის წინ და წარმატებიდან მიდის წინ და მიაყოფს ყინულშრალივი წინ და გვერდზე გადაცია ყველა და წავიდა წინ და ასე შემდეგ და მე არ ვიცი როგორ დაამთავრა. ფინალი როგორია, ეს არის თავი. წარმატება არ არის, კარგად დაიწყო და მიდის წინ და ასე ვთქვათ თავარი ის არის, როგორ დაამთავრებს.
და მე საერთოდ როგორ გამოვა ამ თავისი ეგრეთ წოდებული წარმატების ღვაწლიდან. როგორი გამოვა ამ ღვაწლიდან. როგორ დაიწყო ერთია, მაგრამ როგორ დაამთავრა და გამოსავალზე ბოლოს რა არის, გამნებიდი ჩვენ. აი ეს არის თავად. ვინ მივიდა? გამხდომელი ადამიანი მივიდა თუ ნეოწარმართი მივიდა? ვინ მივიდა? სიამოვნების მდევნელი თუ ეგოცენტრიკი? ამ პარტავანი რომელიც ზევიდან უყურებს ყველას და ბალასტის მდევნელი და რაღაცა არეული ცნობიერები და მსოფლმხედველობები თუ მივიღეთ ქრისტიანი გამხნიანებული ქრისტეში და მისი მსოფლმხედველობა და მისი მსოფლშეგრძნება გამხნიანებულია და შეცვლილია უყალთან და ერთი დიდი ორგანიზმის ნაწილია სამყარო, უფალი სამყარო ადამიანი. აი რა მივიღეთ ბოლოში ეს არის თავარი. და დანარჩენი ეს ვინ რა მოიპოვა, ვინ რა ეს ზევით იციან ყველაფერი. შენ რო გონია რომ არაფერი არ არის, იქ შეიძლება თვალი ვერ გაუსწრო ზევით. დათვი პატარა მახსენდება ერთი დათვი იყო და ასე ვთქვათ ბევრს უყურებს დათვი ესე ვაკვირდებოდა და მე რა ეწოდა ეს იყო აი დათვის ბელი ჩეჩეთი და პატარა დადის და ხეზე მიდის და მიწოსავს ზევით და დედა დათვი ესე დედა დათვი მიდის და ბელს ჩერჩეთს წაკრავს ხელსო ჩამოაგდეს სულ სანამ ის არავად არ დაილეცება არ დაიფრას არაძლევს შესაძლებელს ზევით ავიდეს ზარი დედის დაუკითხავად პატარა ბელი პატარა შვილი რო ავა ზევით ძალიან და მოინდომებს დედაზე უფრო მაღლა და გამზელზე მაღლა წავიდეს მერე თავაპირს დაიბრძოს და ჭკვიანია ხო აი როგორი კი არა უშვა ვაკვირდა მეორე მას მოინდო მას გაეკიდა პირველი დაინახა იმას გაეკიდა და მეორეს და მიდიან სამო აბორას ქვევ თორე იცის და როგორი ის არის ზუმელია საოცარი ცხოვრება ხო როგორი შანდებულია როგორი სიყვარული ხო ყველაფერში ფისხმილებაში ეს ადამიანმა გადაამტერა ყველაფერი და გააუმედურა ადამიანს თორე სამოთხეში არავინ არაფერს არ ერჩევა არავინ არ ჭამდა ერთმანეთს და არავინ არ ესხმოდა ერთმანეთს და ეს ადამიანის დაცემას მოყვა ყველაფერის გასახსნიკება და დაცემობა და გადამტერება და ბოროტება ადამიანიდან შემოვიდა რა თქმა უნდა მეტაფიზიკური მხრიდან მაგრამ დიდი თეატრის ბოროტების პრობლემას არ ვხედავ ცალკე ვისაუბრე ამაზე მე შეიძლება მაგრამ ადამიანის დაცემას მოყვა ეს თორე არ იყო ესეთი მდგომარეობა ხო გახსოვთ ადამიანის სობით დაცემამდე უფრო მაღალი მდგომარეობა გვაქვს ჩვენ ახლა შანსი ქრისტე მოგცა ადამიანის სობით დაცემამდე იმიტომ რომ მადლი დაკარგებმა და ვერ დაიბრუნოთ ჩვენ მადლი დავკარგავთ და ვიბრუნოთ და წმინდანები როგორ ეუბნიან დათვად საფინიარებდნენ ვებსას და ლომსას და ასე შემდეგ გელცას და თვითონ ის ადამიანის დაცემამდე მდგომარეობას უფრო მაღალ მდგომარეობაში შედის და ცხოველი სამოქისეულ მდგომარეობას მისას გძნობს და აღარ ესმის აგრესია არ არის და საერთოდ სულ სხვა მდგომარეობას გძნობს თვითონაც შეგრძნება ამისი აძლევს საშუალებას ისე იყოს როგორც მაშინ იყვნენ სამოქისში დაცემამდე და უფრო მაღალ მდგომარეობაში აი ესეთი ამიტომ ძალიან რთულია ეს ყველაფერი, მაგრამ ადვილია მოწმისათვის. მინდა რა გისურვოთ, რომ სულიერად წინწახვიდეთ. ეს სულიერი წინსვლა აუცილებლად თავის შედეგს გამოიწვევს. ყველაფერში. არ ვიცი რაში, მაგრამ ყველა უნდა ჩავიხედოთ. თავი უნდა დავიმზადოთ. რაც უფრო მაღლა არის, რომ ის ბელის არის, მით უფრო აბლად დაიწევს, ჩამოვარდეთ. დაუკითხავად, კურთხევის გარეშე არ უნდა მოინდომოს. ძალიან მაღლა აწოცება. ძალიან მაღლა აწოცება, როცა არის მაღლა, მაგრამ ის ფაქტორი უფრო მეტია. და როცა დაინდაბლებს თავს, დავარდა, არ არის ისეთი მწარე და უფრო ადვილად ადგება. ცხოველმა თუ იცის ეს, ადამიანმა მithumedes არ უნდა იცოდეს, ხო, კაცი ადამიანიო, პატივსაშინა იყო და ვერსნა და მიემსგავსა პირუთს სალონებში, თუ ციტირებას არ ვაკეთებ, ესე რო არის. ხო, ამიტომ და სნა რომ შენ რა პატივი გაქვს, ისა ქრისტეს ხატება მოგეცა და მსგავსებას უნდა მიაღწიო. ქრისტე ჩამოვიდა შენთვის მიწაზე, რომ შენ ზეცად დაგიყვანოს. ქრისტემ მიიღო ადამიანის სახე, რომ შენ ღმერთს მიემსგავს. გაემხნე პატივი მოგცა ყველაფერი ისე, რომ შენ დაიჯერო და მიხვდე, რომ ესე არის მართლაც. რო ეს ღაბრები კი არ არის, ან რაღაცა ვიღაცის მოგონილი, ეს რაც წერია, როგორც წერია სახარებაში და რაც არის ქრისტე აი ეს 20 წელს ხედავთ, აი ეს არის რეალურია ღმერთი.
და ასევე რეალურია ეს ყველაფერი, სანამ შენ თვალით დაინახავ და აწუხები მე. აქვეც შეიძლება დაწუხო. და საერთოდ არანაირი დამამტკიცებელი საბუთები არ გჭირდება, ჩვენ იმიტომ კი არ ვწავთ, რომ დამამტკიცებელი საბუთების გამო კი არ ვწავს. დამტკიცებულებების გამო არ ვწავს. ჩვენ ვწავს, იმიტომ რომ ვიცით. და ვიცით, იმიტომ რომ ვწავს. ეს ერთი რეალობის ორი მხარე, ორი ასპექტია. და ეს ერთმანეთში გადაბმულია სხვა. წმენა გვაძლიერებს სოდნაში, სოდნა გვაძლიერებს წმენაში. სოდნა წმენის გარეშე რაღაცა სრულყოფილი არ არის და წმენა სოდნის გარეშე ნაკლოვანია. თუ ერთად უნდა იყოს და სრული რეალობის სრული ჭველი ხარ. ეს არის იდეალი. რა ამას უნდა ახლა შრომა, საქმეთან ძნელია. რა ამას შრომა უნდა, ლოცვა უნდა. დიდი სოდნა უნდა, ჭრედელობა უნდა, თავის დამდაბლება უნდა. თავის დამდაბლება უნდა, სიმშვიდე უნდა. ეს რაღაცები რომ გაიგო, უნდა მშვიდად იყო. ორომტრიალში ამას ვერ გაიგებ. სიმშვიდე უნდა, ტვინი უნდა დაწნახოს, გონება, განიცმიდეს, დაილეკოს ეს შლაკები, ეს უამრავი ტოქსინები, შხამები, რასაც შენ სულიერი შხამები, ემოციონალური შხამები, კარგი ხორციელი შხამები, მარხვაში სხვა ამას სიმშვიდე უნდა, არ უნდა იყოს, არ უნდა გამოგიყვანოს, სხვა უნდა ეცადოს წონასწორობაში იყო, არ უნდა გამოგიყვანოს, ხო გინდა რაღაცები დაინახო, გაიგო. სიმშვიდე უნდა. გონება უნდა იყოს 7, წყნარი. და მაშინ ბევრ რაღაცას გზნო. აფორიაქებული, აბღურეული, აშფოთებული ვერაფერს ვერ. ეს დამშვიდდება. ხო? თუ დამშვიდდება. მერე ნერველა ხვდები, სად რა არის, როგორ დაილეკება. ვინ არის, სად რა არის, როგორ არის, გამოდიხარ უკვე მოვლენებს გარედან უყურებ და ხედავ. გაჩერებს უფალი. მადლობა თქვენ. უშრომელად უწვარება გიშიფრავს რეალობას. ეს და გიშიფრავს რეალობას, ანგელოზი გიშიფრავს. ყველა თვითონ რეალობა გიშიფრავს თავის თავს, გეუბნება, ეს არის, არ გიმალავს. ეს სუდია, იცოდე, ნუ ჩაყობ ხელს, ნუ მიხვარი, ჩავარდები, ნუ დაიზიანებ თავს, ეს არის. ამასთან ნუ შეყვარ კონტაქტში. მიგიყვანს უბედურება. ერიგე. ყველაფერი გიყვარდეს, მაგრამ ნუ მიაწკის, ნუ გავუტე ნიანგს, მოგაჭამს ხელიანა ყველაფერს. ნუ იზამ. მაგას გიშიფრა თავის თავად ტექსტია ყველაფერი. მადლობა თქვი, მაინდა-მაინც უნდა შემთხვევაზე განიცადო ყველაფერი. ვინ გააკეთებს ყველაფერი შემთხვევაზე განიცადო, მე და კოსმოსური გამოცდილება რომ მიიღო, აღარაფერი აღარ დარჩება შენგან. იმიტომ გეუბნება, ამდენიდან უფალმა გადაიტანა. წმინდანებმა ყველაფერი, იმიტომ მოგეწონა ჩვენ ცოტა აზრი გამოვიტანოთ ყველაფერი ჩვენ თავზე კი არ გადავიტანოთ, გაუჯეროთ მას. და ამ დაჯერებით ეს გამოცდილება ჩვენი ვაქციო, ჩვენად ვაქციო. შევისისხოთ. გძნობად ვაქციო, ცოდნად ვაქციო, გძნობა ცოდნად ვაქციო. ცოდნა შეგრძნება, ასე ვთქვათ, ჭვრეტელობად ვაქციო. გამწმინდოთ. და ეს საოცარი შეგრძნება ნეტარებისა დაგვეუფლება, რომ სიმშვიდე უნდა ამას. თანდათანობით არ უნდა უპარტაუნება საკუთარ წარმოდგენა ვიღაცების რაღაცის თხოვნა, რაღაცების ლოდინი, რომ ვიღაცა რაღაცას ისე იზამს, ისე შენ არ ახარ რეჟისორი. დაანები გაჩერდი, იყავი გამკვირვებელი. შვიდად იყავი რა, აი შვიდად იყავი. დააკვირდი რეალობა თავს თვითონ როგორ გაშიფრავს. დააკვირდი, გიჩვენებს ყველაფერს. შენ რუნდუნებით შეეცადე მცირე, ცოტა ცნებები აღასრულო. თავი დაინგო, მადლობა შეეცადე. სულ მადლობდე, სულ ლოცულობდე, ცოტა ძნელია ხა არ არის. მაგრამ ხა ადვილი როგორ უნდა იყოს ეს არის? ადვილი როგორ უნდა იყოს ეს? არ შეიძლება ეს ადვილი იყოს. ჩვენი დაცემული მდგომარეობის შემხედვარე ისე უშლის ჩვენ თვითონ ჩვენ თავს ხელს, ჩვენ თავის თვითონ პირველი ზღვარი, პირველი მოწინააღმდეგე, პირველი ცველი ჩვენი თავის წარმატების არ მისაღწევა, პირველი გუშაგი ჩვენა ვართ, რომელიც არ გიშვებს უკეთესი მდგომარეობისაკენ. ის შენი უარყოფითი რაც არის შენში ეს ეგოცენტრი. ამიტომ ცოტა დაიმგრავე თავი. იღვაწე ნელ-ნელა მადლობის ფონზე, ლოცვის ფონზე, სიხარულის შემოვა უცლებრად, სიხარულის შემოვა საოცრად თამბოს. ეს ნიშანია, რომ კარგზელია სიხარულის შემოვა. არ უნდა ამის აფიშირება. კარგად მიდის, საიმე სიხარულის შემოვიდა, ის გამოვიდა, ნეტარება, ის გავაკეთე, მოგვართან თქვენ უკან მაქსიმუმ. არ უნდა ამის აფიშირება ყველასთან. და ძმა, მე იმას ეთქვი, იმასებ და არაფერი აღარ დარჩა ხელში. დაგვინა კინულით. ის რაც ჩაუდო, ხო? ჩაუდო, ეს ჩამოვარდა, ჩაგიგდა ხელში. მადლობის დააცადე რა ცოტა ეს
ნიადაგზე ცოტა ამ გაიზარდა, წვანი წამოვიდეს სულ სიმწვანე, მე გამოიდეს ხო რომ ნიადაგში იღებს აცად. შეიძლება ბალახი ჩხარა გაზარდო რომ მოხარშო, ხო არ გაიზრდება აცად. და ესე თანდათანობით ამ ლოცვებითაც თავარი ზიარებით იქნება ყველაფერი ღვთისმებით, იყავნებაში რომ ვიდრე საწინააღმდეგო განზედა. მადლობს ეკლესიის უფლისას იყოს თქვენ ყოველთვის ამინ.